განათლების და იუსტიციის მინისტრებმა ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გახსნეს. ბანაკი წელს 1000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს და 8 ნაკადად ჩატარდება. ალექსანდრე წულაძემ და პაატა სალიამ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ახალგაზრდებში სოციალური, პიროვნული, კომუნიკაციური და სხვა მნიშვნელოვანი უნარჩვევების განვითარების კუთხით თემატური ბანაკების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდებმა მინისტრებს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს. თემატური ბანაკის პროგრამა 4 დღიანია, მონაწილეებს კი შეუძლიათ მათთვის საინტერესო მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ აქტივობებში ჩაერთონ. მნიშვნელოვანია ყველა ქართველი ახალგაზრდისათვის იქნებოდეს ჩვენ ქვეყანაში შესაძლებლობები საკუთარი პოტენციალის და ნიჭის რეალიზებისთვის. ახალგაზრდობის სააგენტოს ყველა პროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, მათ შორის დღევანდელი თემატური ბანაკიც, სადაც მონაწილეებს ექნებათ საშუალება, რომ განევითარონ სხვადასხვა რბილი უნარები. აქ არიან შეკრებილი სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ისინი ერთმანეთს ეცნობიან და ეს არის ძალიან კარგი იმისათვის, რომ ჩვენ გამოვავლინოთ ამ ახალგაზრდებში საუკეთესო თვისებები, რაც სამომავლო ჩვენ ქვეყანას ნამდვილად გამოადგება. ვფიქრობ, რომ ეს ბანაკები არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ გავიცანთ ძალიან ბევრი ახალი მეგობარი. ესეთი აქტივობები ხშირად უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ ადამიანს უხსნის ძალიან ბევრ შესაძლებლობას.